ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებისთვის დღეს აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს სასამართლო. ბრალის ოფიციალურად წარდგენა გვიან ღამემდე გაგრძელდა. დაკავებულები დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში უფლებადამცველებმა მოინახულეს. სამ პირს მამუკა ბაღდაძეს, გიორგი მიქაძესა და გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალი პირადად გააცნეს, ხოლო გიორგი ჯოხაძესა და დავით მიქანაძეს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება. Უსწრებლად წარუდგინეს გიორგი ჯოხაძეს ბრალი, სისხლის სამართლის კოდექსის 25-119 მუხლით და ასევე 236 მუხლით, რაც თავის თავში მოიაზრებს განზრახ მკვლელობის დაორგანიზებას ჯგუფურად, ასევე იარაღის უკანონო შეძენაში ენახვას ჯგუფურად, რომელიც ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე უვადო თავისუფლების აღკვეთას. ამ ეტაპზე მასალები სრულად არ გადმოუციათ. სრულად მასალების გაცნობის შემთხვევაში უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგაცდით. ის ქვეშ ყოფ მამუკა ბაღდავაძეს გააცნეს დადგენილება პირის ბრალდების შესახებ. ბრალდების ხარე ედავება მას, თითქოს მან ჩაიდინა დანაშაულის შეუტყობინებლობა და ასევე ცრუჩვენება. კონკრეტულად თავად ბრალდების ხარე ბრალდების დადგენილება თვითონ თავად აბსურდულია, ვინაიდან ბრალდების დადგენილებაში წერია ისეთი რაღაც თითქოს და გელა უძილაური ამ წლის 16 მარტს იყო მისული მამუკა ბაღდავაძის ავტონაწილების საწყობთან, როდესაც მამუკა ბაღდავაძე არ იყო. თუ არ იყო შესაბამისად, მას ვერ ეცოდინებოდა გელა უძილაურის ადგილსამყოფელის შესახებ და ასევე მეორე ეპიზოდია, როდესაც წინათაც ვისაუბრე, სადაც არსებობს ვიდეო ჩანაწერი, როდესაც მამუკა ბაღდავაძე ატრიალებს მანქანას და შემდგომ გელა უძილაური გამოდის. აღნიშნულთან დაკავშირებით მამუკა ბაღდავაძე ფიზიკურად ვერ დაინახავდა გელა უძილაურს. მიქაძეს ასევე დავით მიქაძეს წარედგინათ ბრალდება, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 25-119 მუხლით. ასე ვთქვათ, ადამიანურ ენაზე რო გავმარტოთ, ეს შეეხება განზრახ მკვლელობის ორგანიზებას. დიდი იმედი გვაქვს, რომ სასამართლო, როდესაც გადაავლებს თვალსამტკიცებულებებს, მაქსიმალურად იმ მოკლე დროში რის საშუალებას ხდომამდე ექნება და ვერ დაინახავს ერთ-ერთ პირდაპირ მტკიცებულებას, რომლითაც მოცემულ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ სასამართლო მივარაუდოს მომავალში, რომ მეტნაკლებად ეს ბრალდება საფუძვლიანია. ვფიქრობთ, რომ დიდი ალბათობით იმსჯელებს უფრო ნაკლებად მკაცრ აღკვეთის ღონისძიებაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ძმებ დმ და გმ ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება გააჩნდათ ლევან ჯანგველაძესთან და ამ უკანასკნელთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით დაგეგმეს მისი განზრახ მკვლელობის ორგანიზება. ამ მიზნით ძმები დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ პირს გჯ-ს, რომელსაც გაანდეს მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა, რაზეც მისგანაც თანხმობა მიიღეს და სამივე მათგანმა დაიწყო დანაშაულის შემსრულებლის მოძიება. ამ მიზნით მათ შეარჩიეს და კომუნიკაცია დაამყარეს გჯ-ს ნდობით აღჭურვილ და დაახლოებულ პირთან გ-უსთან, რომელსაც მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მიღებული ჰქონდათ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის შეკვეთა და გარკვეული მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ შესთავაზეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობა, რასაც ეს უკანასკნელი დათანხმდა. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიგფაძე გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს და სააპელაციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის განხილვის დასრულების შემდეგ საქმის დეტალებზე საუბრობს. საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ისევ მწვავე განხილვის თემაა ქვეყანაში. ევროკომისია საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხზე მუშაობს. აღნიშნული რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა გუშინ გაავრცელა. მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტია, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და დასავლური ინტეგრაცია არათუ შეჩერებულია, არამედ ის სიკეთეები, რომლითაც წლების მანძილზე სარგებლობდა ქართული ხალხი, არის საფრთხის ქვეშ. ახლა კონკრეტული თარიღი, როდის მოხდება ევროპაში კონსენსუსის მიღწევა, რომ ესა თუ ის სიკეთე ჩამოერთვა საქართველოს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი კი არა, მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ივანიშვილი და მისი ბანდა დაკავშირებული არის აბსოლუტურ ნგრევასთან ჩვენი ურთიერთობის დასავლეთთან და ევროპასთან. ამიტომ ყველა ვისაც გსურს და გვინდა რომ საქართველოს პარტნიორი იყოს არა ირანი, რუსეთი და სხვა ქვეყნები, არამედ იყვნენ ამერიკა, საფრანგეთი, გერმანია და სხვა ქვეყნები, ჩვენთვის არის აუცილებელი მათ შორის ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ამ სისტემის დემონტაჟი. ერთადერთი რასაც ევროკავშირი ითხოვს, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა. და სამწუხაროდ დღევანდელი ოცნების რეჟიმი ძალიან შორს დგას იმ ფუნდამენტური ევროპული ღირებულებისგან, რასაც ნიშნავს ადამიანის უფლებების დაცვა. ასე რომ, რა თქმა უნდა,
ჩვენ აქამდეც ყოველთვის მომხრე ვიყავით ოჯახური ღირებულებების დაცვის და ეს არავინ არ მოატყუეს საქართველოს არც ერთი მოქალაქე, რომ თითქოს ჩვენ გვაქვს გასაკეთებელი არჩევანი ევროპასა და ოჯახურ ღირებულებებს შორის. ჩვენი ოჯახური ღირებულებებით და ტრადიციებით შევალთ ევროპაში, ოღონდ ოცნების გარეშე. ბუნებრივია, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებენ ბრიუსელში, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის ევროლიბერალიზაცია უვიზო მიმოსვლა გახლავთ ჩვენი ქვეყნის ქართული ოცნების და ქართული ხალხის მონაპოვარი საქართველოს ზედმიწევნით იცავს ყველა იმ სამართლებრივ დანაწეს, რომელიც არის დაკავშირებული ევროლიბერალიზაციის წარმატებით ფუნქციონირებასთან, საზღვრის დაცვას ეხება თუ სხვა კონკრეტულ მიმართულებას, ასე რომ ასეთი გადაწყვეტილება ბუნებრივია იქნება შანტაჟის, ზეწოლის განხორციელება ჩვენს ქვეყანას. არჩევნებისთვის მზადება გრძელდება, მოახერხებს თუ არა ოპოზიციის ნაწილი საერთო კანდიდატებზე შეჯერებას, ისევ გაურკვეველია, ცნობილია, რომ მიმდინარეობს პოლიტიკური კონსულტაციები. და კოალიცია ძლიერ საქართველოს შორის არსებობს მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს კანდიდატებზე, ერთობლივ კანდიდატებზე შეთანხმებას, როგორც პარტიულ, ასევე ნეიტრალურ კანდიდატებზე შეთანხმებას და ბუნებრივია, ახლა ასე ვთქვათ, არის პროცესი, როდესაც ძალიან მალე, უკვე სულ რაღაც რამდენიმე დღეში ჩვენ ამ კანდიდატების შესახებ გადაწყვეტილება საჯაროდ უნდა გამომოცხადოთ. ახლა რატომ არის გასაკვირი, რომ ორი პარტიის აღმასრულებელი მდივანი და გენერალური მდივანი ხდება პარტიის დამფუძნებელს. ამაში მე მგონი გასაკვირი არაფერია. როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში გვეყოლება საერთო კანდიდატები. მე შევხვდი არა მხოლოდ გიორგი გახარიას, მათ შორის შევხვდი ევროპელ პოლიტიკოსებს ბერლინში. ჩვენ გვქონდა წარმატებული შეხვედრა, ვისაუბრეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე და ჩვენ ვრჩებით იმ მემორანდუმის ერთგულები, რომელსაც ხელი მოვაწერეთ საზოგადოების წინაშე და ავიღეთ ვალდებულება, რომ საზოგადოებას შევთავაზებთ სწორედ თანამშრომლობის იმ მოდელს, რომელიც სამწუხაროდ სხვა პარტიებმა ვერ შეძლო. კოალიცია ლელო საქართველოს და გახარიას გუნდს აუცილებლად ეყოლება საერთო კანდიდატები. როცა ვსაუბრობთ ჩვენ რეჟიმებზე, რომლებიც არიან უკანონო, რომლებიც არ ცნობენ ინსტიტუციებს და მიტაცებული აქვს და უბრალოდ არჩევნებსაც აღარ ატარებენ, მათ შორის კონსტიტუციურ პრინციპებსაც არ ცნობენ, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი რევოლუციები არის ამ რეჟიმების, გავსი რეჟიმების გასტუმრების რეცეპტი. ამიტომაც საპროტესტო მოძრაობას ქვეყანაში ალტერნატივა არ აქვს, თორემ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხა ოპოზიციური პოლიტიკური ძალები კონსტრუქციულ პოლიტიკურ პირობებში არჩევნებშიც როგორც არსებობს არჩევნების გზით აღწევენ ხოლმე, ასე ვთქვათ, თავის მიზანს, მაგრამ როცა არჩევნები გაუქმებულია, დარჩენილია ერთადერთი გზა, ასევე კონსტიტუციური სხვა შორის, ეს არის საპროტესტო მოძრაობა. კოლექტიური ნაცმოძრაობა მუდმივად ცდილობს საქართველოში არჩევნების დროს იმ გვარ პროცესებში ჩაერთოს, რაც იქნება არა ლეგიტიმური და დაეხმარება მათი აზრით ხელისუფლებაში არჩევნების გარეშე მოსვლას. ეს ყველაფერი დღემდე იყო აბსოლუტურად შეუძლებელი, ასე იქნება დღესაც და მომავალშიც, მათ არანაირი შანსი არ გააჩნიათ, რომ საზოგადოებას წინ აღუდგენ ქართულ ხალხს საკუთარი ნების გამოვლენისას. ძალიან მარტივი მაგალითია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, როდესაც ამ დოზით გარე დახმარების მიუხედავად, მათ ვერ მოახერხეს ქართული ხალხის ნებაზე ზეწოლა და ჩვენმა საზოგადოებამ სწორედ ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც ჭირდება ჩვენს ქვეყანას. 1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებული ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და სუხუმის დაცემით დასრულდა. ბრძოლებში მონაწილეობდნენ აფხაზური ფორმირებები, ჩრდილოეთ კავკასიელები და რუსეთის სამხედრო ძალები. შედეგად 300,000-მდე ადამიანი იძულებით გადაადგილდა, ხოლო 10,000-მდე დაიღუპა. დღეს მემორიალთან პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. მე მინდა პატივი მივაგო ჩვენს გმირებს, თავდადებულ მებრძოლებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი ქვეყნის გამო, ჩვენი საქართველოს გამო და ჩვენი მომავლის გამო თავი გაძირეს, მიუძღვნეს ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე ჩვენს ქვეყანას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მთავრობის პრაგმატული, თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკით ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ერთიან საქართველოში ცხოვრებას აფხაზებთან და ძმებთან ერთად. ეს ომი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ მოხდა, შედეგი არის კატასტროფული და დღეს ამოცანა ჩვენი მდგომარეობს იმაში, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ამ ომის შედეგები, რომელსაც ქვია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევა. ეს უნდა დასრულდეს, ქვეყანა უნდა გამთლიანდეს. ის ტრაგედია, რომელიც დატრიალდა, დაიწყო 92 წელს, 14 აგვისტოს, ძალიან დიდი ზიანი მიაყენა მთელ ჩვენს
მან ქვეყანა ჩვენ წუხართ რომ დროებით ოკუპირებული აფხაზეთი, მაგრამ იმედს ვიტოვებ რომ ძალიან მალე ეს ქვეყანა იქნება ერთიანი, ძლიერი და თავისუფალი. რუსთავში სატრანსპორტო კუთხით ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული გზის მოდებაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ტერიტორია 32,000 კვადრატული მეტრია, საავტომობილო გზა კი 21,000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება. ექსპლუატაციის ვადის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით ასფალტის სამფენიანი საფარის მოწყობაა განსაზღვრული. პროექტის ღირებულება 6 მილიონ ლარზე მეტია და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. 32,000 კვადრატული მეტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიდის და ძალიან მალე პროექტი დასრულდება, რაც გაამარტივებს როგორც აქ მაცხოვრებლებისთვის ყოველდღიურ გადაადგილებას, ასევე კიდევ უფრო მეტ კომფორტს შექმნის მუნიციპალური ტრანსპორტისთვის. ინფრასტრუქტურა და კომუნიკაციები იყო დაზიანებული, უხვინალექის დროს დგებოდა წყალი, რაც მოსახლეობას ხელს უშლიდა გადაადგილებაში და საფრთხის შემცველიც იყო. 85 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მეცნიერი ელინისტი რისმაგ გორდეზიანი. 5 წელზე მეტი მოღვაწეობდა კლასიკური ფილოლოგიის განვითარებაში. დაკრძალვა შაბათს საბურთალოს პანთეონში გაიმართება.